გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ყველაზე გიჟურ და ძვირად ღირებულ იაპონურ საკვებზე. რომაული ლალისფერი ყურძენი. ეს ყურძნის ჯიში, რომელიც მხოლოდ ისაკავას რაიონში მოდის, 2008 წელს გამოიყვანეს. მისი ხარისხი ყოველთვის მკაცრ შემოწმებას გადის. ყურძნის თითოეული მარცვალი უნდა იყოს ხასხასა წითელი ფერის და მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომის. ასევე უნდა იწონიდეს მინიმუმ 20 გრამს და შეიცავდეს 18-20%-მდე შაქარს. ჩვეულებრივი ლალისფერი ყურძნის გარდა არსებობს პრემიუმ კლასის რომაული ლალისფერი ყურძენი, რომლის მარცვლის წონა 30 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო მთლიანი მტევანი მინიმუმ 700 გრამს უნდა იწონიდეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის მოსავლიდან მხოლოდ 6 მტევანი აღიარეს პრემიუმ კლასის ყურძნად. 2013 წელს მხოლოდ ერთმა მტევანმა გაიარა მკაცრი შემოწმება და აღიარებულ იქნა პრემიუმ კლასის ყურძნად. ის $4000 გაიყიდა. ოთხკუთხედი საზამთრო. ოთხკუთხედი საზამთრო იაპონელების გამოგონებაა. შეიძლება ითქვას, ის იაპონიის ორიგამია. ოთხკუთხედი საზამთროს გამოყვანის წესშეულება იაპონელებმა 1970-იანი წლებიდან დაიწყეს და დღესდღეობით მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ. ეს წესი საკმაოდ მარტივია. საზამთროს ზრდის პროცესში ღია სივრცის მაგივრად მინის ყუთებში ათავსებენ, რაც ხელს უწყობს მის დეფორმაციას. თავდაპირველად ოთხკუთხედი საზამთროს გამოყვანის მიზანი ესთეტიურობას ემსახურებოდა. თუმცა მალევე საცალო გამყიდველებმა მისი გაცილებით პრაქტიკული ღირებულებები აღმოაჩინეს. მაგალითად, გაცილებით მარტივია მაცივარსა თუ დახლზე ოთხკუთხედი საზამთროს დადება, ვიდრე მრგვალი ფორმის. ასეთი საზამთროს გამოყვანის მეთოდს ერთი ყურადსაღები ხარვეზიც აქვს. მინის ყუთები საზამთროს ზრდას აფერხებს და შესაბამისად ბოლომდე დამწიფებას ვერ ახერხებენ. ამიტომ ის საკმაოდ უგემოვნოა. მიუხედავად ამ ხარვეზისა, ოთხკუთხედის საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საკვები პროდუქტია მთელ მსოფლიოში. ერთი საზამთროს ფასი $125-დან იწყება და $800-მდე მერყეობს. წლების განმავლობაში ოთხკუთხედის საზამთრო იაპონიის ეგრეთ წოდებულ ექსკლუზივ პროდუქტად იქცა, თუმცა დღესდღეობით მისი ნახვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია შესაძლებელი. ტორო. ამ თინუსის მარცვლის ქონიან ნაჭერს ყველაზე ხშირად სუშის მოსამზადებლად იყენებენ. მისი ფასი ბაზარზე ძალიან მერყევია და $500-დან $30,000-მდე შეიძლება ავიდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ფასს ამ ზედა ლიმიტისთვისაც გადაუჭარბებია, თანაც არაერთხელ. ფუგუ. ფუგუ საკმაოდ შხამიანი თევზია. ის ყველაზე პოპულარული კერძია იაპონიაში. შეფ-მზარეულები, ვინც ამ თევზს ამზადებენ, საკმაოდ რთულ სწავლებას გადიან და ამ სწავლების დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მის კვალიფიკაციას. ფუგუს ამზადებენ ისეთნაირად, რომ კერძში შხამის მინიმალური რაოდენობა დარჩეს. ერთი ულუფა ფუგუს ფასი $100-დან იწყება. ამ თევზისგან დამზადებული კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა ამ დელიკატესმა არასწორად მომზადების შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მეიძის ხანაში ფუგუს საკვებად გამოყენება აკრძალული იყო. თავად ფუგუ კი ერთადერთი კერძია, რომლის ჭამაც კანონით ეკრძალება იაპონიის იმპერატორს. ფუგუს საკვებად გამოყენება იაპონიაში მე-16 საუკუნეში აკრძალეს, რადგან ქვეყნის მთელი არმია კორეაში ლაშქრობის წინ მოიწამლა. ჯერ კიდევ 1598 წელს იაპონიაში შემოიღეს კანონი, რომელიც მზარეულისგან სპეციალურად სახელმწიფო ლიცენზიას მოითხოვდა ფუგუს კერძის დასამზადებლად. მხოლოდ 200 წლის შემდეგ გასინჯა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუგუსგან დამზადებული კერძი, რის შემდეგაც მოითხოვა მრავალწლიანი აკრძალვის გაუქმება. იაპონიაში ერთ დროს არსებობდა მეტად უცნაური წესი. თუ სტუმარი საკვებით მოიწამლებოდა მზარეულს, ის თავად უნდა ეჭამა. ფუგუს მომზადების უფლება მხოლოდ რამდენიმე მზარეულს აქვს. ამისთვის შესაბამისი კურსების გავლა და ლიცენზიის მიღებაა საჭირო, მაგრამ ეს ზომებიც კი არ გვაძლევს სრული უსაფრთხოების გარანტიას. ყოველწლიურად 20-დან 45 ადამიანამდე იღუპება ამ თევზის შხამისგან. მზარეულმა ფუგუს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ამოაცალოს შხამის შემცველი ორგანოები, საკვერცხეები, ღვიძლი და ნაწლავები. ამ უჭრილ ორგანოებს მიწის ქვეშ, კონტეინერებში ინახავენ და მოგვიანებით წვავენ. ფუგუს კანი, კუნთების ქსოვილი და სასქესო ჯირკვლები შეიცავს ტოქსინს, რომელიც ცნობილია როგორც ტედროტოქსინი. ტედროტოქსინი ეს არის შხამიანი ნივთიერება, რომელიც სწრაფად აღწევს სისხლში და წამლავს ორგანიზმს. მოწამვლის სიმპტომებია ქავილი ტუჩებსა და ენაზე, გულის რევა, მგრძნობელობის დაკარგვა და სასუნთქი კუნთების პარალიზება.
რასაც სიკვდილამდე მივყავართ. ლიცენზიის მოსაპოვებლად მზარეული ვალდებულია გაიაროს 3 წლიანი კურსები და ჩააბაროს 2 გამოცდა თეორიასა და პრაქტიკაში. გამოცდის თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად მათ ფუგუს ათობით ნაირსახეობის თავისებურება უნდა იცოდნენ, რომელიც შხამისგან გაუნებელ ყოფის სხვადასხვა მეთოდიკას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდა ფუგუს ყველა წესის დაცვით მომზადებას საჭიროებს და ბოლოს მის დაგემოვნებას. იაპონიაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ფუგუს დასაგემოვნებლად. ამიტომ ფუგუს ერთი პორციის ფასი $100-დან $500-მდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია სეზონზე. ზამთარში ფუგუ ყველაზე გემრიელია და შესაბამისად მისი ფასი მატულობს. შავი საზამთრო დენსუკე. შავი საზამთრო იგივე დენსუკე ძალიან მარტივი საცნობია, რადგან ის მთლიანად შავია. ყოველგვარი ზოლების გარეშე. დენსუკე მოჰყავთ კუნძულ ჰოკაიდოზე. მისი შეძენის მსურველთა სია წინასწარ დგება. ყოველწლიურად დაახლოებით 10,000-მდე შავი საზამთრო მოჰყავთ. ამ ჯიშის საზამთროები განსაკუთრებული სითბოებით გამოირჩევა. რამდენიმე წლის წინ დენსუკეს 8 კილოგრამიანი საზამთრო $6,100-ად გაიყიდა. მაცუტაკე იაპონელების კიდევ ერთი საყვარელი დელიკატესი. სოკო მაცუტაკე უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი და ჩინეთი, ასევე კანადა და შვედეთი. მაცუტაკე საკვებად პირველად იაპონიაში გამოიყენეს და სწორედ აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამ პროდუქტს საპატიო ადგილი უკავია იაპონურ სამზარეულოში. სოკოს ფასი დამოკიდებულია მის ხარისხსა და მოყვანის ადგილზე. სეზონის დასაწყისში მაცუტაკეს ფასი $2,000-ია, ხოლო შემდეგ თანდათან იზრდება. 1980-1990-იან წლებში მაცუტაკეს სოკო ყველაზე პოპულარული საკვები იყო მთელ იაპონიაში. თუმცა დღესდღეობით ის ძალიან ცოტა რაოდენობით მოდის გარემოს დაბინძურების გამო. სწორედ მისმა მცირე რაოდენობამ განაპირობა სიძვირეც. ყოველწლიურად იაპონიაში 1000 ტონამდე მაცუტაკეს სოკოს იღებენ. ვაგიუ. სიტყვა ვაგიუ პირდაპირ ითარგმნება როგორც იაპონური ძროხა. ვაგიუს ჯიშის ძროხებს, რომლებსაც იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურის რაიონებში ზრდიან, განსაკუთრებულად კვებავენ და ულიან. კობეს ხორცის მისაღებად, მათ წყლის მაგივრად ლუდს ასმევენ. საკვებად მაღალი ხარისხის ბალახს თავაზობენ და თან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასაჟებსაც კი უკეთებენ. ამ ყველაფრის მიზანი კი განსაკუთრებით გემრიელი ხორცის მიღებაა. სწორედ ამ ზრუნვისა და მოვლის შედეგია მარმარილოსებრი ხორცი, რომლის 1 კილოგრამი $770 ღირს. საუკეთესო ხარისხის ვაგიუს ხორცს აწარმოებენ ქალაქ კობეში, კუნძულ ჰონსიუზე. მისი 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ $500-ია, მაგრამ ზოგიერთი ხორცის ღირებულებამ შესაძლოა $2,800-საც მიაღწიოს. ვაგიუს ჯიშის ძროხის ხორცი ელიტურ რესტორნებში ძირითადად გამოიყენება სტეიკის, აგრეთვე იაპონური სამზარეულოს სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. ნესვი იუბარი. ნესვი იუბარი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დელიკატესია მთელ იაპონიაში. ეს ნესვი მთლიანად მრგვალია და ჩვეულებრივ ნესვთან შედარებით განსაკუთრებული სითბოებით გამოირჩევა. იუბარი არაა ისეთი იშვიათი და ძვირი, როგორც დენსუკე, მაგრამ გემოთი შავ საზამთროს არ ჩამოუვარდება. ამ ჯიშის ნესვები მოჰყავთ კუნძულ ჰოკაიდოზე, იუბარის რეგიონში. ეს ნესვი ხშირ შემთხვევაში წყვილ-წყვილად იყიდება. ჩვეულებრივ იაპონურ მაღაზიებში მათი ფასი $50-დან $100-მდე მერყეობს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა მისი განსაკუთრებული ეგზემპლარები ძალიან ძვირად გაყიდულა. ასე მაგალითად, რამდენიმე წლის წინ აუქციონზე 2 ცალი იუბარი $26,000-ად გაიყიდა. ნაკაზავა ფუდსის მიერ წარმოებული რძე. იაპონური კომპანიის ნაკაზავა ფუდსის მიერ წარმოებული რძის 1 ლიტრი მარკეტებში $43 ღირს. ეს თითქმის 30-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი რძის ფასს. ნაკაზავა ფუდსის მიერ წარმოებული რძე რეკომენდირებულია მოზარდი ადამიანებისთვის, რომლებიც გამუდმებით სტრესულ სიტუაციებში იმყოფებიან. რძე დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. სტრესის საწინააღმდეგო რძეს ცხოველებისგან იღებენ მხოლოდ კვირაში ერთხელ, გამთენიისას, როცა ძროხის ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა მელატონინი. ეს ან ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ადამიანის დამშვიდება და მისთვის სტრესის მოხსნა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს. ნახვამდის.